ამას წინათ იყო სწორედ დიდი სკანდალი ამასთან დაკავშირებით, რომ ადამიანებმა შეიძლება ფრჩხილის მოვლით დაიზიანონ სერიოზულად ჯანმრთელობა. და ალბათ თქვენს ყოლიათ პაციენტები, ვინც ამ გელაქების გამოყენების შემდეგ უჩივის სერიოზულ, ასე რა ქვია, რაღაც სიმპტომებს. რა არის ამაში დამნაშავე? შილაქის შემთხვევაში ფრჩხილებზე ხო ხდება ულტრაისფერი ნათება, როგორც კანის კიბოს პრევენცია, რას ვამბობთ, რა არის მზისგან დამცავის გამოყენება, ხო ისევე არის ფრჩხილების შემთხვევაში. რისკი რახან ვინც ხშირად იკეთებს და თუ ხშირად ხდება ულტრაისფერი ნათების ქვეშ ფრჩხილების მოთავსება, მაინც არსებობს ალბათობა იმის, რომ შეიძლება ფრჩხილზე წარმოიქმნას სიგრძე ან ვერტიკალური ფორმის მუქი შეფერილობის ზოლი და შეიძლება ეს იყოს სიმსივნური წარმონაქმნი ფრჩხილზე. გელს რაც შეუძლია და ზოგჯერ გელ-ლაქს, შილაქს კანზე გამოიწვიოს ძალიან მწვავე ალერგიული რეაქციები, რომელსაც შემდეგ ქრონიკული ბუნება აქვს და დისიდროზულ ეგზემაში შეიძლება ჩამოყალიბდეს, რაც ნიშნავს იმას, რომ პაციენტს თითებზე ფრჩხილების გარშემო უჩნდება ქავანა, პატარა ბუშტუკები, ძალიან ეკავებათ ხოლმე და შემდეგ ეს ბუშტუკები სკდება, კანი იქერცლება, კანის თლიანობა რომ ირღვევა, შეიძლება მეორადად დაინფიცირდეს და ძალიან დისკომფორტის მომტანია.